დღევანდელ ჩოგბურთში შეიძლება ვიღაცა მოიგოს სიტყვაზე როლან გაროს და 2 წელიწადში არ გახსოვდეს, იმიტომ რომ მოიგო და მე შეიძლება რაღაცა ასეულში ვერ მოხდეს. ქალბატონი ლეილა, აკე ასეულზე და 200-ზე იყო საუბარი და მე-11 ჩოგანი იყო მსოფლიოში. მე არანორმალურად დიდი კონცენტრაცია მქონდა. საიდან მქონდა, რატომ მქონდა, ვისგან მქონდა, აი ვერ გეტყვით. რამდენი ტურნირი უნდა ითამაშო წელიწადში? და აი დაახლოებით დავთვალოთ. 14 წლის ასაკში უნდა ითამაშო მინიმუმ 15-17 ტურნირი. წელიწადში. უნდა ითამაშო. ძალიან ძვირია. იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ წელს დასასვენებლად ვერ წავალთ. ეგ ხო არ არის ქალბატონ ლეილა პრობლემა. 14-16 წლის შემდეგ ესეთი ხმაურიანი ლეილა მესხი ჩვენ აღარ გქონია. მაგასაც გეტყვით, რომ ჩოგბურთელი იწყებს ფულის შობნას, როცა ასეულში შედის, მანამდე ფულს ვერ შოვებს. ჩემთვის ესე უყურებ, ჩემ ანგარიშზე ვიცახი, რა ვიცი, 1-3-4 ტურნირი დამჭა და всё, უნდა დავჯდე ჩოგანი, ჩამოვკიდო და თბილისში დავჩიმდო, ფული არა მაქვს. შენ რომ გამოდიხარ კორტიდან და იტყვი, რომ აი სიტყვაზე წააგე, ხო და რომ ეტყვი, რომ იცი რა ცუდად ვიყავ, არავის არ აინტერესებს, ვიგი გიწერება, მოიგი ან წააგე. იმ დროის ქალთა ჩოგბურთი გაცილებით სხვა დონეზე იყო და ძალიან დიდ კონკურენციაში და სერიოზული მოთამაშეების კონკურენციაში იყავით, ვიდრე შემდეგი პერიოდები. ეს იყო რაღაც ოქროს ხანა ჩოგბურთსა რა. თუ დიდი ტალანტია. თუ გამორჩეული ხარ, ვიღაცა აუცილებლად დაგინახავს. ვიღაცა აუცილებლად დაგაფინანსებს. მოგესალმებით. წარდგენა ალბათ არ ჭირდება ქალბატონ ლეილა მესხს, საქართველოს დამსახურებულ სპორტის ოსტატს და ჩვენი გულის მრავალჯერ და მრავალ ათასჯერ გამხარებელს. მადლობა დიდი სტუმრობისთვის. მე მინდა დღეს ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს სპორტის ამ სახეობაზე, სადაც თქვენ საქართველოში ბადალი არ გყავთ. ჯერ მეორე ლეილა მესხი არ არის მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია უკვე კარიერა დაასრულეთ. მოდი ამ კითხვით დავიწყებ, საუბარმა მოიტანა, რატომ არის ესეთი დიდი პაუზა ქალთა ჩოგბურთის წარმატებაში? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ჩემთვისაც დიდი პატივია თქვენთან ყოფნა. ნამდვილად ისეთი საინტერესო შეკითხვა, რომ გავიხსენოთ ჩემი პერიოდი. ეს იყო მაინც საბჭოთა პერიოდი, ისე ვთქვათ. იქ იყო სტრუქტურა სპორტსმენების განსხვავებული, დღევანდელ დროს არის საერთოდ განსხვავებული. სირთულე იყო იმ პერიოდში ის, რომ პირველი უნდა ყოფილიყავი შენ ასაკში 14 უკვე ქვეყანაში, მაშინ იყო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, ეხლა არის ქვეყნები, ესე ვთქვათ, და იქ უნდა ყოფილიყავი პირველი ნომერი, რომ სადმე წასულიყავ. მაგრამ პლუსი ის იყო, რომ უფასოდ შეგეძლო ვარჯიში, ანუ სულ სახელმწიფო ანაზღაურებას, ანუ ყველა შენ ვარჯიშების პროცესი, მწვრთნელი, ტურნირებზე მონაწილეობა, ეს იყო ყველაფერი უფასო. დღევანდელ დროს არის ყველაფერი ფასიანი სამწუხაროდ და მარტო უნდა იყო შენ პატარა ქვეყანაში პირველი ნომერი. რომელი უკეთესია, რომელი ადვილია, ეს უკვე ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი. ხო, ცით როგორ იყო, აი მე რო პირველი ნომერი ხდებოდი ჩემ ასაკში, საბჭოთა კავშირში, ხო? ევროპაზე რომ მივდიოდით, უკვე 4-ში ვიყავ, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი ევროპის ვიყავით, რაღაცა ქვეყნები ჩვენ. 14 ქვეყნის ჩემპიონი იყავით ფაქტიურად და მიდიოდით ევროპის ჩემპიონატზე. მაგრამ მინუსიც ის იყო, რომ მეორე ან მესამე ნომერი ყოფილიყავი ვერსად ვერ წავითოდი. ხო, თუ პირველი არ იყავით, არ გაფინანსებდა სახელმწიფო. ხო, თან საქართველოდან, ანუ პრიორიტეტი მაინც იყო რუსეთი, უკრაინა და ასე შემდეგ ის ბელარუსია და მერე მოდიოდა. უფრო დიდი ქვეყნები და დიდი ქვეყნები და შენ უნდა ყოფილიყავი პირველი, აი ძალიან მყარე პირველი უნდა ყოფილიყავი, რომ სადმე წასულიყავი, რომ პირველზე პირველი უნდა ყოფილიყავი. მეორე რო იყავით, მესამე უკვე ისეთი იყო, რომ შეიძლება ვერ წასულიყავი უკვე ევროპის ჩემპიონატზე და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე. და ეს არის განმაპირობებელი ფაქტორი ერთ-ერთი, რომ ანუ ეხლა უკვე იმდენად კომერციული გახდა და იმდენად ძვირი ღირს. მოდი ესე ვთქვათ, ეს არის ძვირიანი სპორტი, ხო? და ესეც ჩავშალოთ, მე ამასაც გავუსვათ ხაზით და ვნახოთ რა შეიძლება, იმიტომ რომ ეს აინტერესებს ჩვენს მაყურებელს, აი შვილის მაგალითად აქვს მონაცემები ან სურვილი. შეიძლება არ ქონდეს ესეთი განსაკუთრებული მონაცემები ბავშვობიდან, მაგრამ ესეთი სურვილი ქონდეს, რომ გახდეს სპორტსმენი, გახდეს ჩოგბურთელი და რა ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამ კითხვას დაუბრუნდეთ. მაგრამ აი ეს მინდა კარგად გავიგო, იმიტომ რომ არ მესმის. თქვენ თუ არ ვცდები 95 წელი იყო ბოლო
96 წელი იყო თქვენი კარიერა დიახ ბოლო ტურნირი მოიგეთ და დაამთავრეთ. კი, ესეთი მნიშვნელოვანი ეს არის მომენტი. 96 წლის მერე 2026 წელია. დიდი პერიოდია ძალიან. ანუ 3 დეკადაზე არის საუბარი და სად არიან ეს ბავშვები? ნუ ჩვენ ყავს ასეულის 200-ის მოთამაშეები საკმაოდ ბევრი და ისე მყარედ დგანან, მაგრამ ნახეთ რა არის ბოდიში გაგაწყვეტინებთ მაყურებელმა ვინც არ იცის ქალბატონი ლეილა აქ 100-ზე და 200-ზე იყო საუბარი და მე-11 ჩოგანი იყო მსოფლიოში. ეს არის ფენომენალური და სხვათა შორის აქვე დავამატებ ბოდიში ჩაგეჭერით მაგრამ ეს არ შემიძლია არ თქვა რომ იმ დროის ქალთა ჩოგბურთი გაცილებით სხვა დონეზე იყო და ძალიან დიდ კონკურენციაში და სერიოზული მოთამაშეების კონკურენციაში იყავით ვიდრე შემდეგი პერიოდები. ეს იყო რაღაც ოქროს ხანა ჩოგბურთსა რა. ნამდვილად იმდენი სპორტსმენი შემიძლია დავასახელო რომელიც იყო აი დღემდე რომელსაც ახსოვს დღევანდელ თაობასაც აი ამ თაობასაც რომელიც ახლა ესე ვთქვათ ათეულის ჩოგბურთელები არიან ერთი 20 ჩოგბურთელია რომელიც აი არ შეიძლება რომ აი იმ პერიოდში მე რო ვთამაშობდი არ შეიძლება რომ დაგავიწყდეს. დღევანდელ ჩოგბურთში შეიძლება ვიღაცა მოიგოს სიტყვაზე როლან გაროს და 2 წელიწადში არ გახსოვდეს, იმიტომ რომ მოიგო და მე შეიძლება რაღაცა ასეულში ვერ მოხდეს. ეხლა ჩემი თაობაც მე რო ვთამაშობდი, მეც ვიყავი ძალიან სტაბილური ჩოგბურთელი, მე აი 20-ში ვიყავი ალბათ 1-8 წელი. აი ისეთი სტაბილური ჩოგბურთელი ვიყავი და ნუ აი ეს მაინც დღევანდელ ჩოგბურთში მაინც იშვიათია, მაგრამ აქაც ბევრი რაღაცაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რატო ხდება ეს, იმიტომ რომ ჩემ ამ პერიოდში იყო 16 ტურნირი უნდა მეთამაშა, ეს იყო მინიმუმი და ეხლა მინიმუმი არ არსებობს. ეხლა სპორტსმენები თამაშობენ 30 ტურნირს და ეხლა აქ არის უკვე დაკავშირებული რაღაცა პრეპარატებთან, რაღაცა ძალოვან, რაღაცა შენ თვითონაც ფიზიკურად უნდა ყოფილიყავი უფრო ძლიერი. ეხლა ჩემი აღნაგობის იმ პერიოდში მაინც ბევრნი არ ვიყავით, ესე ვთქვათ და პანანგინის იქით არც ერთი წამალი არ მიმიღია, რომ ვთამაშობდი. დღევანდელ დროს რა შვებს პანანგი? აი კალცი და მარილი რო გამოდის ორგანიზმიდან აუფლით ეს პანანგინი კვებავს გულს. ეხლა ეს პრეპარატები ნუ იმდენად ბევრია და იმდენად აი ეს რა ქვია ექიმის გარეშე დღევანდელი სპორტსმენი პრაქტიკულად არა მარტო ჩოგბურთში, არ პრაქტიკულად არ არსებობს. იმდენად აი ესე გაწერილი აქვთ აი ეს პრეპარატები, რომ ის სიძლიერე, ის ძალა, ის კალცი, ის რა ვიცი, მაგნი და ასე შემდეგ ეს შემადგენლობა. ანუ განსხვავდებოდა მაინც ის პერიოდის ჩოგბურთი, თუმცა ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი ჩოგბურთი იყო იმ პერიოდშიც. ძალიან შორსაც არ ვიყავი ესე. მე მუდმივად ვადევნებ ჩოგბურთს. თვალს ეს იყო რაღაც ქალთა ჩოგბურთის ოქროს ხანა იყო რა, ძალიან მაგარი მოთამაშეები იყავით ბევრნიდან რა და ესეთი კონკურენცია იყო, რომ აი რაღაცა ერთი სიამოვნება იყო ყველა ტურნირის ყურება. კი, გრაფი, სელეში, მარტინესი, სანჩესი, არ ვიცი, სუკავა, გარისონი, ნოვოტნა, დები მალე. მე არ ვიცი, შემიძლია ვილაპარაკო. ხო, სტარების წვენა იყო რა. სასწაული ხო და მეც გამიმართლა იმაში, რომ თითქმის ყველაზე მაქვს მოგება, გარდა სანჩესის, გრაფის და სელესის. ეს US Open-ი ეს იყო. სასწაული US Open-ი იყო, მაგრამ მე სხვათა შორის საბაძინი არ გვიხსენებ, საბაძინის აი ამ მატჩის მერე ჩვენ თამაშობდით მაიამიში მოუგეთ მე მგონი, ხო? მაიამიში არა, ეს იყო კალიფორნიაში და იქ მოუგე 6-0-6-2. ხო, 6-0-6-2 და გითხრათ კიდევაც მაგ დროს რაღაცა ის იყო, რომ ეს 1-1 გათანაბრდავ. მაყურებელს შევახსენებ ამ მომენტს, ეს იყო US Open-ზე, როდესაც გატეხა ფაქტიურად ამ თამაში ხო იმან რა ქვია მსაჯმა რა როდესაც აუტში იყო ბურთი და ესეთი ცნობილი თქვენი ვიდეოა ესეთი სახით ხართ რაღაცა გინდათ კიდევ ერთხელ გავემეორებ ესე იგი იმ პერიოდში არ იყო ეს თვალი რომელიც უხურებდა აუტშია თუ მოხდა ბურთი და სამწუხაროდ ძალიან რთული იყო იმიტომ ხარჯზე ბურთის დანახვა შეუძლებელია თან კიდე საღამოს მატჩი იყო და ამ ბურთმა, მე ვთვლი რომ ამ ბურთმა დიდი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ სეტი ჩემი იყო. და წარმოიდგინეთ, ახლა მეოთხედ ფინალი იყო და მეორე დღეს, ესე იგი, ეს მატჩი რო წავაგე, მეორე დღეს გადავწყვიტე, რომ ნიუ-იორკში გამესეირნებინა კორტებზე არც მივსულიყავი, იმდენად ეს სტრესული მატჩი იყო ჩემთვის და რომ გავედი
მივდიოდი, ყველა მაღაზიაში მაჩერებდნენ და აიმე, ალბათ ლეილა გუშინ გიყურეთ და ეს მატჩი, იცით ეს ბურთი ნამდვილად აუტი იყო და იქ ნახევარ საათი ვიარე მაღაზიაში და უკან წავედი სასტუმროში, იმიტომ რომ უფრო დავიტვირთე აი ამ ემოციისგან, რომ ამერიკაში უყვართ ჯოგბურთი. კი, თან კიდე ხეცით როგორ არის და ახლა თავისთავად თან ადევნებენ, თან კიდე საღამოს მატჩი იყო ჩათვალეთ, ყველა საღამოს იჯდა და მატჩს უყურებდა, იმიტომ რომ საღამოს მატჩები განსაკუთრებული მატჩებია. საბაძინი მაშინ გახდა ჩემპიონი რა, ის თასი აიღო, ხო? და სხვათა შორის ეს 2 წელი, ნუ აი პრაქტიკულად წელს გრაფსაც მოუგო და ნუ აი ანუ თქვენ რეალურად მან შეგეძლოთ მაგტურნირის მოგება რა. ეგ ახლა რამდენად შემეძლო, მაგრამ ნუ ჩემი ესეთი წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ნუ აი ძალიან კომფორტულად ბრძნობდი კორტზე, ანუ კორტზე რო გავდიოდი, აი იცით როგორ აი სიამოვნებას ღებულობდი ჩემი თამაშით, ესე ვთქვა, არა ხანდახან არის მატჩები, რომელიც უფრო იძაბები, იტურთები, ძალიან დიდი დატურთვა გაქვს, იქ რაღაც არ გამომდის და ეგ პერიოდი იყო ეს 91-92 წელი, სადაც აი უდიდეს სიამოვნებას ღებულობდი თამაშებისგან, რანაირი სირთულის მატჩი არ უნდა ყოფილიყო. ახლა ხართ ახალგაზრდების გაზრდით დაკავებული, ბოლო ბევრი წელი არის. მე მინდა ჩაუღრმავდეთ, მოდით აი ამ ფინანსებს დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ საინტერესოა ეს მაყურებლისთვის. აი ავიღოთ 7-8 წლის ასაკში იწყებენ ძირითადად, ხო ესეა? თუ ცოტა ახალგაზრდა, მაგრამ ძირითადად 80% მოდიან 7-8 წლის ასაკში. 7-8 წლის ასაკში ბავშვს რომ მოუნდეს ჩოგბურთის თამაში, დაახლოებით რა ფინანსებთან არის საუბარი? აი ტრენერი, კორტი, დასაწყისში აბსოლუტურად არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული. დასაწყისში ბავშვი მოდის აკადემიაში, ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში მოვა თუ სხვა კორტებზე, ფასი არის მეტნაკლებად ერთნაირი, ეს არის 350 ლარი თვეში, 3ჯერადი გაკვეთილი კვირაში. ანუ 12 გაკვეთ აბსოლუტურად 12 გაკვეთილი არის კვირაში, ჯგუფური ვარჯიშები თვეში, ბოდიშით, ჯგუფური ვარჯიშები მიმდინარეობს, ბავშვმა უნდა შეიძინოს სპორტიული სამოსი, ჩვეულებრივი, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელოვანი რა ბრენდს ჩაიცმებს, ჩოგბურთის ფეხსაცმელი და ჩოგანი, რომელიც ესე ვთქვათ, ბავშვებისთვის საერთოდ სხვა ფასია, ვიდრე მე როგორც პროფესიონალი ხდები. შეიძლება ჩოგანი იყიდო 80 ლარიდან სიტყვაზე 150 ლარამდე. დასაწყისი არის აბსოლუტურად ფიზკულტურის დონეზე, ესე ვთქვათ, ბავშვი მოდის, რომ გაეცნოს ამ სახეობას. იმიტომ რომ ჩოგანიც უკვე ძალიან გამარტივდა, დღევანდელ დროს ჩოგანი არის პატარა, ბურთი არის რბილი, ანუ ბავშვი იღებს სიამოვნებას თამაშისგან არა დატვირთვას, როგორც ადრე სიტყვაზე ჩემ დროს იყო, ჩემ დროს დიდი ჩოგანი იყო, ხელი გტკიოდა, გივარდებოდა და ნუ ბევრი პრობლემები იყო. დღეს გახდა ჩოგბურთი როგორც ერთ-ერთი ესეთი დასაწყისი, რომ ბავშვმა ისიამოვნოს, ითამაშოს, ბურთთან კონტაქტი ქონდეს, ჩოგანთან კონტაქტი ქონდეს და მერე უკვე ბავშვიც ხედავს როგორ მოწონს, როგორ გამოსდის, მწვრთნელიც უყურებს, მშობელიც რა თქმა უნდა, აი მშობელის მონაწილეობა ჩოგბურთში, არ ვიცი, ჩემთვის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ თუ მშობელმა მოინდომა ბევრი რამე გამოვა. მე ვიცი რომ მამა იყო თქვენი ჩართული ძალიან თქვენ. ძალიან ჩართული და რეალურად დღეს რო ავიღოთ ყველა სპორტსმენი თელ სოფლიოში ძლიერი სპორტსმენი იქ მშობლის გარეშე, პრაქტიკულად არც ერთი სპორტსმენი, არც ერთი ჩოგბურთელი არ არის, ესე ვთქვათ, მაღლა დიდ ხო წარმატებას ვერ, შეუძლებელია, იმიტომ რომ იცით რა არის, ხა როგორ შეიძლება 8 წლის ასაკში სიტყვაზე მე მომეყვანეს 7 წლის ასაკში. როგორ შეიძლება მე ეს სახეობა ავირჩიო აი მაგ პერიოდიდან და მივყვე თუ ჩემი მშობელს არ ექნება ჩემთან ამაზე კომუნიკაცია, ამაზე ლაპარაკი, ამაზე ფიქრი, რაღაცა დაძალება, ბევრი მომენტებია. ამიტომ ხა ჩვენ გადავუხვიეთ ამ ლაპარაკს და მე უკვე საკმარისი არ ხდება როგორც სკოლაში. იცით რა, თქვენ რაღაცაში კარგი ხართ და მე გჭირდებათ უფრო გაუმჯობესება, ხო? მე უკვე იწყება ის ეტაპი, როცა გჭირდება კერძო გაკვეთილი. მე გჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ეს კერძო გაკვეთილი და ინდივიდუალური მიდგომა ჩაუღრმავდეთ ახლა ფინანსებში და ახლა ეს კერძო გაკვეთილი წარმოდგენა ქონდეთ. მოდით ესე ვთქვათ 60-დან 100 ლარამდე. ერთი გაკვეთილი. ეს რა თქმა უნდა უკვე თანხას წევს.
უკვე მერე და კვირაში გჭირდება 3-4 ნუ ხო დავიწყოთ 2 გაკვეთილიდან და მერე ეს იმატებს თავისთავად უკვე ბავშვი როგორ ვითარდება და რა ჭირდება ესე ვთქვათ სპორტსმენ. მერე 12 წლამდე ბავშვი თამაშობს ტურნირებს დღეს კარგად არის ძალიან საქართველოში მოწყობილი ტურნირების სისტემა, იმიტომ როგორც ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია, ისე ფედერაცია ძალიან ბევრ ტურნირს ატარებს უკვე თავის ქვეყანაში და ის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი ტურნირი უკვე აი ამ ქულების მოსაპოვებლად არ გჭირდება შენ უცხოეთში წასვლა. ანუ ამ ქულების მოპოვება უკვე შეგიძლია პირველ ეტაპზე გააკეთო საქართველოში. მერე რა თქმა უნდა, იწყება მესამე ეტაპი, სადაც უკვე შენ ასაკში თუნდაც საერთაშორისო ტურნირებში ხარ ლიდერი და მერე უკვე ერთვება შობელიც და ფედერაციაც. სამწუხაროდ ჯერ კლუბები ესეთი ძლიერები არა ვართ, რომ ჩვენი სპორტსმენები დავაფინანსოთ. და არც კომპანიები ასპონსორებენ ხშირად პრაქტიკულად აი ძალიან მიხარია, რომ ჩვენ აი ტურნირებში მე მყავს მთავარი სპონსორი და რა ვიცი შეიძლება გამოაცხადეთ მინდა ვისარგებლო შემთხვევით, იმიტომ რომ მე ძალიან მეხმარება კომპანია Coca-Cola, რომელიც დიდი მადლობა მათ ამ ხარდაჭერისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ტურნირი, აი რეალურად ერთი ტურნირის ჩატარება სადღაც ჩდება 30-40 ლარი, იმიტომ რომ იქ არის საერთაშორისო კატეგორიის საჯები და ასე შემდეგ. აგრეთვე მერიას მინდა დიდი მადლობა გადავხადო, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია, რომ კლუბმა თავისი ფული დახარჯოს ტურნირის ჩასატარებლად, ესე ვთქვათ. მერე უკვე ერთვება აუცილებლად ფედერაცია, მაგრამ ფედერაციასაც გარკვეული ბიუჯეტი, სადაც არის განაწილებული ყველა ასაკზე. ასაკზე, მერე უკვე პროფესიონალურზე, მერე გუნდურ შეჯიბრებებზე, ასე შემდეგ. და მშობელი უკვე ერთვება იმაში, რომ აიყვანოს პირადი მწვრთნელი. აი იქ იწყება უკვე ყველაზე რთული მომენტი და ყველაზე დიდი ხარჯი, რაც სპორტსმენის, რაც მშობლისთვის ძალიან რთულია. მაგრამ ეს არ არის მარტო საქართველოში, ეს ხდება თელ მსოფლიოში. ანუ ეს ეტაპი უნდა დაიხარჯოს. მშობელი საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს და მე უნდა ვთქვათ რამდენი. იმიტომ მაგამდე მივედით ჩვენ დაახლოებით 1000-1400 ლარი, აი ესე მოვთვალე მე. როდესაც ჩვენ კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ ინდივიდუალურ გაკვეთილს გიტარებს 60-დან 100 ლარამდე ერთი ტრენერი, ხო? დაახლოებით ეს თანხმობა. აი მან დრო გადავდივართ უკვე როგორ არის. თუნდაც მერე უკვე ჩოგანიც გჭირდება. სანამ შენ იმ დონეზე მიხვალ, სადაც შენ სპონსორი მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩოგანი უფასოდ მოგცეს. ეს უკვე ეტაპია, უკვე 14-16 წლის, სადაც უკვე სპონსორმა შეიძლება მოგცეს ჩოგანი, მაგრამ შენც უნდა იყოს ცოტა განსაკუთრებული და განსხვავებული, რომ სპონსორმა ეს ჩოგანი უფასოდ მოგცეს. აი ეს ჩოგნები დაახლოებით რა. უკვე დაახლოებით 500, 600, 700 ლარი უკვე გააჩნია იქ ნადალის, ესე ვთქვათ, ფედერერის, იქ დღევანდელი ყველა დღევანდელი ჩოგბურთელების აი ეს ჩოგნებიც უკვე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამაში ხდება რეკლამები, უკვე გინდა შენ კონკრეტული სპორტსმენის ჩოგანი და ასე შემდეგ. მერე უკვე ტურნირები, ნუ აი წარმოიდგინეთ ტურნირი ჯდება ძალიან ძვირი. დღეს არის, ანუ ყველა ბავშვთა ტურნირი არის შენ ხარჯზე. ანუ სასტუმრო, ბილეთი და კიდე სირთულე ის არის, რომ პირველ მაჩს აგებ, შეიძლება წყვილში ითამაშო, პირველ მაჩს აგებ და უნდა წახვიდე. შეიძლება 2-3 დღით ჩამოფრინდე ქვეყანაში, ეს ბილეთი გაწიო, ხარჯი გაქვს, ტრენერი გაქვს, სასტუმრო გაქვს, იქ რაღაც კერძო გაკვეთილი გაქვს, სიტყვაზე კორტი უნდა იქირავო და მე უკან მიდიხარ. აი, იქ იწყება ყველაზე დიდი სირთულე. რა თქმა უნდა, ნაკრები საქართველოში კარგია იმ ხრივ, რომ რაღაც რაოდენობა ტურნირებს ფედერაცია აგინაზღაურებს, მაგრამ სხვა ტურნირებს, ყველა ტურნირს ვერ აგინაზღაურებს. ანუ 20 ტურნირს ვერ აგინაზღაურებს ფედერაცია. ფედერაციამ შეიძლება აგინაზღაუროს 4, 5, 6. გააჩნია ეხა ბიუჯეტი და გააჩნია. რამდენი ტურნირი უნდა ითამაშო წელიწადში? და აი დაახლოებით დავთვალოთ 14 წლის ასაკში უნდა ითამაშო მინიმუმ 15-17 ტურნირი. წელიწადში. უნდა ითამაშო. ძალიან ძვირია. ეხლა მოვიდგინოთ, მოდით, აი 14-15 წლის ასაკში თუ ტურნირზე მიდიხარ ევროპულ ქვეყანაში, რაც 2 ადამიანის ბილეთი ამ მინიმუმ არის, იმიტომ რომ იქ მშობელიც უნდა წაყო, ტრენერი და თვითონ მშობელი შეიძლება არ წაყვეს, მწვრთნელი ხო, და კიდე გააჩნია ასაკს კიდე. მწვრთნელი და ბავშვი. ხო, 2 ადამიანის გაფრენა
სასტუმრო და მინიმუმ $5,000-ზე გვაქვს საუბარი ცოტა ნაკლები ხო შეიძლება. უფრო ნაკლებიც? კარგი. იმიტომ სასტუმროში ცხოვრობენ ცოტა ისეთი ბიუჯეტურში, ბილეთსაც ცდილობენ რომ რაღაცა ესე მე ცდილობენ რომ მწვრთნელმა ორი ბავშვი მაინც წაიყვანოს რომ რაღაცა ის ხარჯი სასტუმროს ხარჯი გაიყონ და აი ეს ნიუანსები რა თქმა უნდა არსებობს. ანუ დაახლოებით $3,000-ზე გვაქვს საუბარი და უნდა ითამაშოს 15 ტურნირი. ანუ $45,000 არის წელიწადში. პლუს ტრენერს უნდა გადაუხადო. პლუს ტრენერს რამდენს უხდ? როგორ აი ხა ინდივიდუალური ტრენერი ძვირიქეს ხა გეტყვით რატო? იმ მწვრთნელმა რომ იმუშაოს კონკრეტულად შენთან სხვა ჯგუფები და სხვა ბავშვები არ უნდა აიყვანოს. შენთან ატარებს მინიმუმ 4-5 საათს. თუ ჩვენ პროფესიონალურ ჩოგბურთზე ვლაპარაკობთ უკვე 14 წლის სპორტსმენი 13-14-ის რომელიც უკვე ინდივიდუალურად უდგება პროფესიონალურად და იმის იქით თუ გინდათ გახდეთ პროფესიონალი იმის იქით არაფერი აღარ არსებობს. არსებობს კორტი, არსებობს ვარჯიშები, არსებობს ფიზმომზადება, არსებობს დასვენება, არსებობს მასაჟები, არსებობს ექიმი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ეს საკმაოდ მწვრთნელისთვის საკმაოდ დიდი დატვირთვა, იმიტომ რომ ის კონკრეტულად მუშაობს შენზე, ნუ მაქს კიდე ერთზე. შეიძლება 2 ერთნაირი ჩოგბურთელი აიყვანოს და 2 ერთნაირი ჩოგბურთელი მეტნაკლებად დონეზე ერთი ავარჯიშს. ანუ ეს უკვე ხდება, ესე ვთქვათ, იყოფა რა თქმა უნდა, მაგრამ 2-ის ნახვაც ძალიან რთულია. მეტნაკლებად ერთი დონის. დაუშვათ გაგვიმართლა და 2 ვნახეთ. არა, $3,000 მაინც უნდა თვეში. თვეში $3,000. ეგეც $36,000 და გამოვიდა რომ დაახლოებით $80,000 წელიწადში შენ მაგ ასაკში გჭირდება რომ ბავშვს გადაუხადო იმისთვის რომ ითამაშოს პროფესიონალურ დონეზე. ეგ ხო არ არის ქალბატონ ლეილა პრობლემა რომ აი 95-16 წლის შემდეგ ესეთი ხმაურიანი ლეილა მესხი ჩვენ აღარ ყოლია. რა თქმა უნდა ესეც არის, თუმცა მაგასაც გეტყვით, მე რომ თამაშობდი უკვე 14-15 წლის ასაკში, მამაჩემმა ამიყვანა მწვრთნელი, რომელსაც უხდი და თავის ხელფასს. მაშინ იყო აი ხა სიტყვაზე $400-500 არის მანეთი იყო ხო მაშინ მამთახას რო უხდი და მამაჩემ ეგეც მახსოვდა რომ იყო ლაპარაკი რომ ჩვენ წელს დასასვენებლად ვერ წავალთ ხო მაგრამ ნახეთ მთელი ხელფასი მამა თქვენი იხდიდა და მადლობა მას რომ მთელი საქართველოს სახელით რო იხდიდა თორე არ გვეყოლებოდით შესაბამისად მაგრამ ნახეთ $80,000 ხელფასი მოსახლეობის წარმოუდგენელი არა აქვს ხალხს რომ ეს ანუ რეალურად მაგრამ ნახეთ კიდე პოზიციის შეგაწყვეტილებთ მე შემიძლია ვიყო საქართველოში მეხუთე ხო მე რომ მეხუთე ვარ ხო ჩემ ასაკში და მამა მიხდის მე ამ $100,000 და მე შეიძლება გავძრე სადღაც და გავხდე ასეულის ჩოგბურთელი ხო ну, принципში, მაგასაც გეტყვით, რომ ჩოგბურთელი იწყებს ფულის შოვდას, როცა ასეულში შედის, მანამდე ფულს ვერ შოვობს. ეგეც დიდი მინუსია. ხო, ჩოგბურთის გარშემო მიდის ეს, რომ ძალიან ფულიანი სპორტია, ძალიან, ესე ვთქვათ, მაგრამ ასეულში მოხვედრა, თქვენ ეხუმრებით. წარმოიდგინე, რამდენი მილიონი ადამიანი თამაშობს ჩოგბურთს. რამდენი ათასობით ფული უნდა დახარჯო, რომ ასეულში შეხვიდე. მაგრამ პლუსაც ვიტყვი აუცილებლად, იმიტომ არ შემიძლია ჩემ სახეობაზე ესე ვილაპარაკო, ძალიან ბევრი ჩოგბურთელი, რომელიც ძალიან კარგ დონეს მიაღწიეს 300-ეული 400-ში, 500-ში მიჩნდა და წავიდა ამერიკაში და დაიწყო უნივერსიტეტის ჩოგბურთის თამაში და უფასო სკოლარშიპები მიიღო უნივერსიტეტებში და აი ეგ არის ძალიან დიდი პლუსი კიდე ჩოგბურთის, რომელიც ძალიან ბევრი ამ მიმართულებით მიდის და თუ ჩოგბურთელი კიდე საკმაოდ მაღალ დონეზე დგას, უნივერსიტეტი რა შეუება კიდე გაფინანსებს ტურნირებზე, რომ ტურნირები ითამაშო, რომ რაღაც შედეგს მიაღწიო. თვითონ ტურნირში თამაში უფასო არის? ანუ თუ იქაც საწევრო გადასახადი არის. პრაქტიკულად უფასო. კი, პრაქტიკულად უფასო. შენ თუ ხარ რაღაცა ქვეყნის დაწესებული რეიტინგი. მნიშვნელოვანი რეიტინგია და პრაქტიკულად აი ძალიან რთული სპორტია ესე ვთქვათ. თუ იმუშავე ბევრი და გაგიმართლა კიდეც და მოხდი საუკეთესო ჩოგბურთელში, მე რათახებზია ახლანდელ ჩოგბურთზე თამაშობ. საუბარი რომ ესეც იცოდნენ ადამიანებმა, ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული. ასეულის მოთამაშე პრაქტიკულად შეუძლია რომ 0-ზე გავიდეს თავის მწვრთნელით, თავის
ტურნირებზე ესე ვთქვათ მონაწილეობით, მე ემატება პატარა სპონსორული თანხებიც, ემატება კლუბური მაჩები და შეიძლება რაღაცა ფულიც დარჩეს სპორტსმენს. და უკვე ერთეულები 10-ში უნდა შედიოდე, რომ ნუ არა, 50-ში უკვე კარგი ფული შეიძლება. 50-ში უკვე შეიძლება, რომ უკვე სერიოზულ ფულზე შეიძლება ლაპარაკი, რომ შეიძლება $1,000,000 დაგვრჩეს წელიწადში, შეიძლება. და საქართველოს სულ ეგეთი ცალხელზე გამოსათვლელი ადამიანები ხართ, ვინც ნახეთ, საქართველოს ძალიან პატარაა. ხო. საქართველოს ძალიან პატარაა. მოდი სხვა ქვეყნები პატარა, კი, 3,5 მილიონი და ძალიან პატარაა. და ეკონომიკურადაც არ ვართ ისეთ, რომ შეგვეძლოს ამის მასობრივი დაფინანსება. მასობრივი ჩოგბურთიც არ არსებობს, იმიტომ მასობრივი რა არის და მასობრიობაში გამოდის მე აი ეს ერთი ტალანტი, ესე ვთქვათ, ერთი ვარსკვლავი, ხო? მასობრივი რას ქნიშნავს? ყველა იმაში რა ქვია, ეზოში უნდა იყოს კორტი. კლუბი უნდა იყოს ბევრი და მოდით არის თბილისი, ცოტა ბათუმი, რაღაცა დაიწყო რეგიონებში, ესე ვთქვათ, კლუბების მშენებლობა, სადაც ესეც მაინც ფასიანია და მაინც ძალიან სირთულეა, იმიტომ რომ ახლა ფედერაცია ვერ გაწუდება, ხო? მთლიანად თელი კლუბების დაფინანსებას, ეგეც ხო არის? მე რო ვიყავი ფედერაციის პრეზიდენტი, მე მქონდა ბიუჯეტი 200,000 ლარი. რა უნდა გამეკეთებინა 200,000 ლარით? რა, იყო ძირითადად იყო გუნდური შეჯიბრებები, ეს იყო დევისის თასი, ფედერაციის თასი და რაღაცა რამდენიმე ღონისძიება. დღეს რა თქმა უნდა, ბევრად კეთია, მაგრამ ტურნირები ტარდება, ნაკრებები დადის, მეტნაკლებად რა თქმა უნდა, მდგომარეობა ყოველწლიურად უკეთესი და უკეთესი ხდება, იმიტომ რომ ფინანსურად ქვეყანაც უფრო ძლიერი და ძლიერი ხდება და ეს მოყვება, ესე ვთქვათ, მაგრამ ჩოგბურთი სანამ არ იქნება მასიური სპორტად სანამ არ გამოცხადდება, ხორვატია ვიხოთ, ხო პატარა ქვეყანაა. გახდა ჩოგბურთი გახადეს როგორც პირველი სპორტი. აი მართლა ყველა დაბიჯი კორტია, რომ დავითვალოთ, ესე იგი ჩვენთან რომ დავითვალოთ, რა ვიცი 200 კორტი არის, არც ვიცი მე მგონი არ არის, აი ბოდიში. შეიძლება არც იყოს. შეიძლება არც იყოს, იმიტომ რომ მე ხა შეიძლება არც დიდი შანსია რომ არ იყოს და ხორვატიაში არის 5,000, 8,000. აი ესეთი დიდი შეფარდება და აი ეს მიმართულება ვიჭირს, ესე ვთქვათ, სირთულეა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი და მე რო ყოფილიყავი მესამე საბჭოთა კავშირში, ესე ძალიან დიდი მიღწევაა, ხო? მაგრამ მესამე სპორტსმენი, მეოთხე სპორტსმენი იღუპებდა. ვერ გადიოდი, არ ფინანსდებოდი და ჩემი ესეთი ჩოგბურთელები, რომელიც იგი ბიკავა იყო, იქ მედვედევი, ბევრი ძალიან კარგი ჩოგბურთელი, რომელიც მაგათთან ძალიან მიჭირდა თამაში და ფინალებში ხან ვიგებდით, ხან არა, მაგრამ ძირითადად ეხა მე მაინც ლიდერი ვიყავი. იმას ვერ მიაღწიეს იმის გამო, რომ ტურნირებზე ფიზიკურად ვერ დადიოდნენ. დაბა რომ ყოფილიყო ვიღაცა მამა, ქვეყანა, იქ რესპუბლიკა, სიტყვაზე, ხო? მოგცემდა იმის საშუალებას და შეიძლება ჩემს უკეთესი ჩოგბურთელი გამხდარიყო ის მესამე, რომელიც საკმაოდ ერთნაირად ვთამაშობდით. ხო, ამის შედარება მინდა გავაკეთო. კი, გარკვეულწილად ხო, იყო შემოფერხებელი ფაქტორი. აქეთ მხარეს სხვა რაღაცა არის შემოფერხებელი და იქეთ როგორი ის არის, ხო? ისეთი რაღაცაა. მე მამა ჩართულობა და მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც წეგან ვისაუბრეთ. მე ჩემი საპრიზო თანხა 3 წელი მიქონდა გოსკომ სპორტს, ხო? სულ წაიღო უკანეს. არა, სულ არ წაიღო, მე გამემართლა. არა, რაც თქვენში ჩადო. რაც ჩემში. მოგებით. რა თქმა უნდა, მე. ხედავ ეს კომუნისტები დიდი ოხრები იყვნენ. არა, მე რო ტურნირებზე მივდიოდი და სიტყვაზე რა თანხასაც, მე მივდიოდი იქ არა როგორც პროფესიონალი დასაწყისში, ხო? 90-მდე, 90 წლამდე რასაც ვიგებდი, მიქონდა მოსკოვს. პარტიას. მაძლევ და ხელფასს. მე გამიმართლა იმაში, რომ პერესტროიკაში მოხვდი, სადაც ნატაშა ზვერევა, ლეილა მესხი და ლარისა სავჩენკა ნეილანდ. მაშინ ვიყავით 20-ში, ყველა, ესე ვთქვათ, საკმაოდ კარგად ვთამაშობდით და მოაწერა დიდვა კომპანიამ ჩვენთან კონტრაქტი, ისეიც იყოს, მამა ჩემი აქედან რეკავდა, ჩემი მწვრთნელი, მურას კაკულია რეკავდა, რომ აი მე არ დაგვიჭირონო, ჩვენო თელი ოჯახებითო, რასაკეთებთო, როგორ, გავრისკეთ, ესე ვთქვათ და იქიდან დაიწყო ათვლა
იმ ესე ვთქვათ, იმ თანხების და იმ რაც უკვე თქვენ ანგარიშზე საკმაოდ დიდი ფული ხო და თქვენს ანგარიშზე ხდებოდა და არა კომუნისტური პარტიის ანგარიშზე. მაგისტრიასაც მოგიყვებით, როცა კონტრაქტი მოვაწერეს, სულ ანგარიშზე მქონდა $800. წავედი ამერიკის ტურნე იწყებოდა მიწის ტურნე ქვია ესე ვთქვათ ეს ხელოვნური მიწა რო არის ამერიკაში ეს არის ჰილტონ ხედი ეს არის მაიამი ოპენი აი ეს ტურნირები და ჰილტონ ხედი საკმაოდ ისეთი ხო ჩემი ტურნირი იყო სადაც მე და დედაც წამომყვა მე ტურნირებზე და იცით როგორ მოხდა რომ პირველად ბილეთების ჩემ აგენტმა მომეხმარა ბილეთების შეძენება რომ ძალიან ბევრი გადაფრენა იყო მარტო მოსკოვიდან წასვლა, თბილისიდან მოსკოვიდან წასვლა, მე შიდა გადაფრენები ძალიან ბევრი, იმიტომ რომ იქ იყო სამხრეთ კაროლაინა, იქ იყო მაიამი, იქ იყო ის რა ქვია, ჰილტონ ხედი და ეს ტურნირები. დავხარჯე თუ არ ვცდები $3,000. იმ პერიოდში იყო ძალიან კარგი მიმართულება, რომ შეგეძლო გეცხოვრა ოჯახში, იმიტომ რომ მაგის ფული არ მქონდა, რომ სასტუმროში მეცხოვრა. ვიცხოვრე ოჯახებით, როგორც წინასწარ აკეთებ ამის განაცხადს, რომ ის ოჯახები, რომელსაც უნდათ, რომ კაი ჩოგბურთელები მიიღონ, ესე ვთქვათ, ფანტასტიკური ოჯახებში მოვხდი და დღემდე მეგობრობ და ისე გამემართლა, რომ მეტი რო არ შეიძლება და თან კიდე იმ ოჯახში მოვხდი, სადაც ფინალში შევედი. საბაძინისთან წავაგე ფინალი, იმიტომ რომ იქ მოუგე ნავრაწილოვას, ზვერევას. წარმოიდგინეთ, ისა რომ ერთ ტურნირზე მოუგე 3 ათეულის ჩოგბურთელს და ფინალში გავედი. და უკვე ფინალში უკვე საბაძინთან რო ვითამაში, პრაქტიკულად უკვე ძალა არ მქონდა. და მანამდე რომ ვთამაშობდი, ესე იგი ჩემთვის ესე უყურებ, ჩემ ანგარიშზე ვიცახი, რა ვიცი, 1-3-4 ტურნირი დამრჩა და всё, უნდა დავჯდე ჩოგანი, ჩამოვკიდო და თბილისში დავრჩემ და ფული არ მაქვს. და აი ეს გავარტყი აი რა ვიცი, ეთყობა ღმერთის წყალობა, შრომა, არ ვიცი რა და მაშინ აი პირველი $80,000 მოვიგე მაშინ. 80,000 ჩათვალეთ როგორც დღევანდელი 800,000 აი ხო, მაშინ სხვა თანხები აბსოლუტურად პროსტა ინფლაციური თანხებია, აბსოლუტურად ბევრი მაგას იძახის, რომ აუნეტავ ეხლა გეთამაშა რამხელა ფული და რა მნიშვნელობა აქვს მეთქი. მაშინ 88 ავიღებდი, აგერ ბინაში $5,000 გადავიხადე, ეხლა 8 მეღო 800,000 მილიონად ბინასაც ვერ ვიყიდიდი. აი, ხო მიხდით, აი ეს ყველაფერი ერთმანეთშია ესეთ. მე წავიდა უკვე ეს კონტრაქტები, იმიტომ რომ ძალიან კარგი კონტრაქტები მქონდა ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, საჩვენებელი მაჩებიც იყო ძალიან ბევრი და უკვე წავიდა უკვე სხვა ჩოგბურთის ხანა, სადაც უკვე თამაშობდი და უკვე თანხებზე უკვე აღარც ვფიქრობდი, ესე ვთქვათ, უკვე აღარ მჭირდებოდა მაგაზე ფიქრი და ნერვიულობა, იმიტომ რომ ეს მოდიოდა ჩვეულებრივად უკვე როგორც უნდა ყოფილიყო. დატკბებოდით თქვენი პროფესიით ბოლომდე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, კარგი მატჩი მეთამაშა, სიამოვნება მე ხო, სიამოვნება, ესე ვთქვათ, არა იმისგან, რომ დასვენებისგან სიამოვნება შენი, ესე ვთქვათ, ნაშრომიდან. სიამოვნება შენი აი რაც სპორტზე რო რაღაცას იშრომებ და გამოხვალ და ის რო გამოგივა, აი ეგ არის ყველაზე დიდი სიამოვნება, თორე ხა ეს არის დაკავშირებული ძალიან დიდ შრომასთან, ძალიან დიდ ნერვებთან, ძალიან დიდ მობილიზაციასთან, პრაქტიკულად ხა პროფესიონალი ამის გარშემო არაფერი არ ტრიალებს, არის ჩოგბურთი და მეტი არაფერი. აი ეს მომიყევით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ სპორტში გონებრივი განვითარება. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი სპორტი, რომელიც სტრატეგიაზეა აგებული, იმიტომ რომ შენ ხარ ინდივიდუალური მოთამაშე და აუცილებლად უნდა განსაზღვრო მოწინააღმდეგე და ამ მოწინააღმდეგის სტრატეგიას დაუპირისპირო შენი სტრატეგია. რა არის წარმატების ფორმულა ამ სპორტში? რა უნდა გქონდეს აუცილებლად. იცით რა, მე ახლა უკვე აი ეს ბოლო შეიძლება ვთქვათ 15 წელიწადი, რომელსაც ამაზე ვფიქრობ, აი ჩემ რაღაც ისტორიაზე, ესე ვთქვათ, ჩემ ჩოგბურთის პერიოდზე, მე არანორმალურად დიდი კონცენტრაცია მქონდა. რაც აი საიდან მქონდა, რატომ მქონდა, ვისგან მქონდა, აი ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე პრაქტიკულად მოგებული მატჩები არ წამიგია. თუ შეიძლება 6-0 6-0 წამეგო.
აი გამოხვედი, რაღაც საშინელად ითამაშე და გახვედი, მაგრამ აი კონცენტრირებულად ვიყავი ძალიან ძლიერი კონცენტრაციაში. ესე იგი, ჩემთვის იმის იქით ჩოგბურთის იქით არაფერი არ არსებობდა და ამან მომცა ეს სტაბილური ჩოგბურთი, სტაბილური შემოსავალი, სტაბილური მატჩები. მე არ მქონდა ის ფსიქოლოგიური დატვირთვები, რომ მე პირველ წრე წავაგე, არა. სულ ვიყავი, სულ პირველი 2-3 წრე სულ გავდივდი ყველა ტურნირზე და ეს მაძლევდა კიდე ალბათ აი ამ ფსიქოლოგიურ სიძლიერეს. და ამაში აი არ ვიცი ეს ალბათ მამა ჩემის დამსახურება, ამიტომ რომ მამა მინერგავდა, ისე დონეზე მინერგავდა, რომ და ისე ჯეროდა ჩემი, რომ მე ალბათ უფლება არ მქონდა, რომ არ გამეკეთებინა ის, რაც ეს წლების განმავლობაში აი ესე კონცენტრირებულად იყო, არ ვიცი, მამასაც საიდან ქონდა ეს, მაგრამ მაგის დამსახურება, რომ ეს კონცენტრაცია, ეს ფსიქიკა მქონდა ძალიან ძლიერი. მამა ახსენეთ, გამახსენდა არ მიწყენს ირაკლი ლაბაძე, ჩემი მეგობარი, რომელსაც მამა კორტზე გვახსოვს ყველას, რომ დასდევდა კამბრით ირაკლის, რომ მაგრად ეთამაშა და ის იყო ჩართული მოკითხვა ჩემგან, ჩართული მუდმივად ამ პროცესში, ანუ ესე იგი ჩოგბურთში ოჯახს და მამებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ქონია. ალბათ, ირაკლი ძალიან მიყვარხარ, მოკითხვა აქედან. ირაკლი უნიჭიერესი ჩოგბურთელი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დასაწყისი სპორტის კარიერა, რა თქმა უნდა, მამის დამსახურება იყო, იმიტომ რომ ჩვენ ხო ბავშვები, მაინც რაღაც მომენტში ზარმაცები ვართ. ხა ფანატიზმით არავინ არ იბადება. ნუ არ ვიცი, ხა მეც 2 შვილი გავზარდე, უკვე შვილები მყავს, მაგრამ აი ფანატიზმამდე არავინ არა ვართ, თუ რაღაცა მიმართულება მშობელმა არ მოგცა. მერე ხდება უკვე ეს პროფესიონალიზმი მოდის უკვე წლებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შენ იწყებ მუშაობას. რეალურად ეს არის, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის პროფესია, ეს არის სამსახური, ეს არის ვალდებულება, რომელიც შენ უნდა გააკეთო. ის, რომელიც დღეს მოვალ მე სამსახურში, თუ არ მოვალ და დამეზარება, ეს უკვე შენი სიამოვნება. ეს უკვე ის ჩოგბურთია, რასაც მე ვთამაშობ. აი ზუსტად, არ გინდა დღეს წასვლა. კორტს ვქირავ, მივდივარ, თამაშობ ერთობი და რაღაცა დღეს არ ახართ ხასიათზე და არ წახვალთ ხო სათამაშოდ, რატომ არ წახვიდეთ, როცა უნდა მიიღოთ სიამოვნება. და პროფესიონალიზმში ცუდად ახარ თავით ტკივა, ფეხით ტკივა, რაღაცა პრობლემა გაქვს, არავის არ აინტერესებს. შენ რომ გამოდიხარ კორტიდან და იტყვი რომ აი სიტყვაზე წააგე, ხო და რომ იტყვი რომ იცი რა ცუდად ვიყავ, არავის არ აინტერესებს. იგი წერება, მოიგი ან წააგე. всё, იქ არავის არ ადარდებს შენ ცუდად ახარ თუ კარგად ახარ, რა ემთხვევა იმ დღეს. ანუ ეს აი გადადის უკვე მეორე პლანზე შენი შინაგანი მდგომარეობა. შეიძლება ცუდად ახარ და всё, მაგრამ უკვე კონცენტრირებას აკეთებ, გადიხარ კორტზე და მუშაობ როგორც და რა ვიცი, როგორც აი შემიძლია შევადარო მშენებელს, აი რომელიც მშენებელი ვარ და თქვენ მშენებელი ორგანიზატორი ხარ, მაგრამ მე ორგანიზატორი ხართ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მშენებელი რომელიც თვითონ აგურებს და თვითონ უსმევს იმ ცემენტს და ასე შემდეგ. თუ მხარად არ გააკეთა პირველი ფენები დაინგრევა ყველაფერი. საინტერესოა, ნახეთ თქვენ ახსენეთ, რომ კონცენტრირება, ანუ ფოკუსი, მე სულ მაგას ვიძახი, რომ ფოკუსირება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად. ფოკუსი არის ის, რაც წყვეტს საბოლოო ჯამში შემდეგ უკვე მთელს რიგ პრობლემებს. ჩოგბურთში რა უფრო მნიშვნელოვანია? უნარები და ასე ვთქვათ, ეს ღმერთისგან ბოძებული ჩვევები თუ ესენი რა. ეს იდეალურია, რომ კონდეს უნარები, კონდეს არანორმალურად, აი დაიბადე ხო და ხარ, უკვე ვასწავლი ხარ, ხო, რაღაცა გაქვს. არის ეგეთი რა, ნიჭით მნიშვნელოვანია? კი, რა თქმა უნდა, ნიჭი. ანუ არის ეგეთი რაღაცა, ჩოგბურთის ნიჭი, რას ნიშნავს აი? ჩოგბურთის ნიჭი რას ნიშნავს? მუსიკას გავიგებ რა, რაღაცა აი, ჩოგბურთის ნიჭი რას ნიშნავს? მე ვთვლი, რომ თუ ჩოგბურთს შეძლებ კარგად თამაშს, აი დასაწყისიდან, ხო, ესე იგი ნებისმიერ სპორტს შეგიძლია. ნებისმიერ სპორტის თამაში შეგიძლია. ანუ ეს არის ნიჭი სპორტისადმი, ანუ ბურთის გრძნობა გაქვს, კონცენტრაცია ბურთთან გაქვს, რაღაცა ბუნებრივად ფეხები თავისით მიდის ბურთთან, რაღაც ბუნებრივი სწრაფი ხარ. აი ეს არის ნიჭი. მე ამ ნიჭს უნდა განვითარება. ამ ნიჭს მე ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტში არის უკვე შრომის მოყვა. თუ შრომა არა, რანაირი ნიჭიერიც არ უნდა იყოს, იქ ზღაპარია.
ზღაპარია რომ გახდე დიდი სპორტსმენი. ხა სიმღერაში როგორც თქვით ხო მე მაგ ნიჭი მღერი, მაგრამ ის თუ არ განავითარე, იმაზე თუ არ იმუშავე, იმაზე თუ არ ბევრი შრომა ან პიანისტი ხო შეიძლება ვერ წარმომიდგენია პიანისტი როგორ შეიძლება ვაფშე ხელებით მაგრამ თუ აი ჩემთვის ეს არის აი რაღაცა სასწაული რაღაც მაგრამ რაღაცა გამოგდის და მერე იწყებ მუშაობას ხო ეხლა პიანისტზე ხო ლაპარაკობ რომ დღეში რა 10 საათს მუშაობს იმიტომ რომ ის თითები ხო უნდა როგორ უნდა განავითაროს ხო ესე მიდის უკვე ესე ვთქვათ განვითარება ჩოგბურთში სადაც შენ და მე ვთვლი რომ ჩოგბურთი ყველაზე ერთ-ერთი რთული სპორტია იმის მიხედვით რომ უნდა იყოს სწრაფი უნდა იყოს ანუ მხრებით უნდა გქონდეს, ფეხებით უნდა გქონდეს ძლიერი, ანუ მარჯვნიდან დარტყმა მარცხნიდან, სასწაულია ქალისთვის მოწოდება. რაც კაცისთვის ბევრად უფრო მარტივია, იმიტომ რომ კაცი უფრო მოქნილია, კაცი უფრო ბურთს ისვრის, ქვას ისვრის, ქალი ყველაზე რთული ქალისთვის არის მოწოდება. ქვას რატო ვისვრით? ნუ კაცი, აი შვილები გამყავს ზღვაზე, ხო? გოგო არ აიღებს და იმას რა ქვია, კენს არ ისვრის წყალში. ბიჭი აუცილებლად ისვრის. ბუნებრივად. მივხვდი და ის კაცი არის ქვის მსროლელი. მე ზოგადად ვიძახი. ბურთთან უფრო მეტი კონტაქტი აქვს ბიჭს ვიდრე გოგოს. გოგოს თოჯინასთან იქ რაღაცა ბიჭს უფრო კონტაქტი აქვს, ხო? ბურთთან იქ ისვრის იქ ფეხს არტყას რაღაცას. ამიტომ ეს მოწოდება ქალისთვის არის ყველაზე რთული. ანუ მოწოდება, სმეში და ასე შემდეგ. აი ეს ერთად უნდა კონდეს ყველაფერი. ბურთის გზნობა, მოწინააღმდეგეს გზნო მოწინააღმდეგე უნდა იყოს სტრატეგი, უნდა წინასწარ განსაზღვრო როგორ უნდა ითამაშო მოწინააღმდეგეს თამაშის წინ, უნდა ვიზუალიზაცია გააკეთო თამაშის წინ, მე სხვადასხვა ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ ჩემი მწვრთნელი ანდრეევი სერგეი სერგეევიჩი იყო, ნუ აი სულ მაგაზე მელაპარაკებოდა, რომ აი მეც ახლა წარმოიდგინეთ გრაფი, წარმოიდგინეთ ნოვოტნა, წარმოიდგინეთ სუკავა, წარმოიდგინეთ ნავრაცილova. როგორ უნდა მოუგო, მე ვარ 1.64 ადრე ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბევრად თხელი ვიყავი და 52 კილო ვიყავი და მე გავდივარ კორტზე და შემიძლია აი ესეთ კაცს მოუგო, ხო? თუ სხვანაირად არ მოემზადე ამ მატჩისთვის, თუ სხვანაირად არ განსაზღვრე ის მატჩის სტრატეგია და აი ეს იყო ჩემი, ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, პლუსი, იმიტომ რომ დღევანდელ ჩოგბურთში ნაკლებად არის სპორტსმენები, რომელიც აი ესე წინასწარ შეუძლიათ კარგად დაალაგონ ის მატჩის სტრატეგია. მოწოდება ახსენეთ და ვიცი რომ ყოველ დილით სახლში 100 თუ 150 მოწოდებას აკეთებდით და ეს ისტორია მოყევით ეზოში როგორ დააგეთ ასფალტი ვარდების ადგილას. და ყავს უკრაინელი, მამამ ჩამოიყვანა 19 წლის ასაკში. ნუ დედა გიждდებოდა თავის ბაღზე, მე გავიზარდე სვანიცუბანში საკუთარ ეზოში, გიждდებოდა თავის ხეხილზე, ბაღზე და დედა სამსახურშია და ერთ დღეს მოვიდა და მამას მუშები ყავს და ასვალს აგებენ, გადათელეს თელი ეზო. და წარმოიდგინეთ დედა ჩემის რეაქცია, როცა მე ვარ 10 წლის დედის და დედას რეაქცია, რომელიც იქ ქონდა აგებული მასე აბა სკოლა, აბა სწავლა, და თავისი რაღაცა ბაღი და გამიკეთა ნახევარი მოედანი და მაგრად ჯეროდა ესე იგი მამას. არა ნორმალურად, არ ვიცი საიდან. იმიტომ რომ მაგას იძახდა რომ ეხლა ალბათ გვარიც მიწყობს ხელს და მაგას იძახდა რომ ბიჭი თუ იქნება ფეხბურთელი იქნება და გოგო ჩოგბურთელიო, აი ესე ქონდა ამოჩემებული ესე ვთქვათ რაღაცნაირად და დავიწყეთ, მოვდიოდით აქ ვარჯიშობდით. ცოტა დღევანდელი სპორტსმენებისგან არ მომწონს ის, რომ მაშინ კორტიც არ იყო 6 საათზე მქონდა ვარჯიში, 9 საათზე ვიძინებდი, 6 საათზე ვარჯიში მქონდა, ვარჯიშობდი, მე სკოლაში მივდიოდი, მე მოვდიოდი, ვარჯიშობდი, მე ეზოში ვარჯიშობდი, მაგრამ ესეც ვერ გეტყვით, რომ ჩემი ინიციატივაა. ესეც ვოიტყვილები. ტიროდი, არ მინდოდა, მეზარებოდა, იქ ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, მე კიდე იქ უნდა ის 1000 იმიტაცია უნდა გამეკეთებინა, იქ მოწოდება უნდა გამეკეთებინა, ის ვარჯიში უნდა ჩამეტარებინა და ასე შემდეგ. ანუ ეს არ იყო ჩემი დიდი სურვილი.
და მე იცით როგორ არის, მე აი ეს შრომა, მე კორტზე რო გადიხარ და 14 წლის ასაკში რო საქართველოს ჩემპიონი ხდები, როცა იყო თუხარელი, როცა იყო მერტო გამახსენე გვარები ისეთის მალაციძეები, რომელიც უფროსები იყვნენ და იმ მატჩში რო 14 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი ხდები, უკვე ეს მოგწონს. უკვე ის მოგწონს, რომ აი ეს შრომა მე უკვე ცნობენ ქუჩაში, ვიღაცას აი ეს უკვე აპლოდისმენტები და ასე შემდეგ უკვე თავისას შვება, კი. ხა წარმოვიდგინეთ რომ თამაში უკვე ცენტრალურ კორტზე და მთელი ტრიბუნა რო დგება და ტაჟ რამხელა ადრენალინი ეს ხო შენი შრომის შედეგია რომ ვიღაცა ტაჟ გიკრას და იქ ვიღაცა ყვირის იქიდან მესხი კამან და რაღაც ესეთი მომენტები. ხო ეს უკვე მერე მოდის, მაგრამ მანამდე ეს არის, რა ვიცი, მამაჩემის დამსახურება. მე ამას მარტო ვერ შევძლებდი ვერასოდეს. და ბოლოს ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ესეთი. რამდენი აქვს ტალანტი, ძალიან მაგარი მონაცემები, მაგრამ ფულის გამო, რომ მათ არ აქვთ ფინანსური საშუალება, ვერ მიაღწიეს აი ამ აპლოდისმენტებს, ამ დიდ აღიარებას. როგორ არის აი ეს პროცენტულად და რა ხდება მაგ დროს? და ბევრი იქნებიან ალბათ. თუ დიდი ტალანტია. თუ გამორჩეული ხარ, ვიღაცა აუცილებლად დაგინახავს. ვიღაცა აუცილებლად დაგაფინანსებს. ახლა სელექცია როგორც ფეხბურთში ხდება, ეგრე არ ხდება ჩოგბურთში, მაგრამ არის ეგეც. იღებენ, ხარჯავენ, გამოვა ან არ გამოვა და სპორტსმენში ფულს ხდებენ. ეგეც თუ მართლა ძლიერი ხარ. თუ არ გიხარ, ბევრი იკარგება. სამწუხაროდ ძალიან ბევრი იკარგება ამ ფინანსების გამო, ამ პრობლემების გამო, აი ამ კარგი მწვრთნელის გამო და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ქალბატონ ლეილა და ძალიან გამიხარდა თქვენთან საუბარი, დარწმუნებული ვარ ისიამოვნა ჩვენმა მაყურებელმა. მადლობა ყველა იმ სიხარულისთვის, რაც კი მოგინიჭებიათ ჩვენთვის. მე ასე იგი დღემდე რამდენიმე მატჩი არის, რომელსაც ესე უყურებ ხოლმე აი სიხარულით, როდესაც შემხდება ინტერნეტში და მადლობა იმისთვის, რომ მომავალ თაობასაც ზრდით, იმედია საქართველოში აიწევს ეკონომიკური მდგომარეობა, უფრო განვითარდება ქვეყანა, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს საშუალება დააფინანსოს სპორტის ეს სახეობა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა.